საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, სასტრაფო სიახლეები, მეცნიერების ბოლო მონაცემები. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მეცნიერები გამოვლინდა, რომ ჩვენს ორგანიზმში არსებობს კუნთი, რომელიც შეიძლება დღის განმავლობაში ერთხელაც არ შეიკუმშოს. ან თუ თქვენ ზურგზე ან მუცელზე წოლით გძინავთ, მნიშვნელობა არ აქვს. ის შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიძაბოს დღეში. რა კუნთია ეს? სცადეთ გამოიცნოთ კომენტარებში. ვინც გამოიცნობს პატივს და დაფასებას გამოვხატავთ. კომენტარებში ვხედავ, რომ ცოტანი იცნობენ ამ კუნთს. ის ეწოდება მისი შემქმნელის გვარის მიხედვით, ვით გრუდინო-კლავიკულო-მასტოიდური კუნთი. ივან პეტროვიჩ გრუდინო-კლავიკულო-მასტოიდოვმა 1825 წელს პირველად აღმოაჩინა ეს კუნთი სანქტ-პეტერბურგის სიმპოზიუმზე, ზამთარში, ქარბუქში. მას გრუდინო-კლავიკულო-მასტოიდური კუნთი, რაც წარმოადგენს იგი. მისი ქვედა კიდეები იწყება კლავიკულიდან და მკერდის ძვლიდან. ზედა ნაწილით ის მიმაგრებულია მასტოიდურ მორჩზე, საფეთქლის ძვალზე. საკმაოდ დიდი კუნთია ნორმაში. მაგრამ საშუალო მოქალაქესთან ის სქელობით თითქმის ნაგვის პაკეტს ემსგავსება. მის სქელობას. ამიტომ ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და მისი ფუნქცია გადადის ახლო მდებარე კუნთებზე. რა ფუნქციები? კუნთის ფუნქციები. გარდა იმისა, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი თავის წონის დაჭერაში, ასევე მონაწილეობს მოტრიალებებში. მისი ძირითადი მოძრაობა რა არის? ორმხრივი დაძაბვა, თავის მოხრა, მაგრამ მოხრა, ხედავთ? აი მე ვდგავარ, თავს ხრი, მასში დაძაბულობა არ არის, არ მონაწილეობს. მაგრამ თუ ზურგზე დავწვევი თავს ავწევ, სწორედ ამ მომენტში ის დაიძაბება. შემოbrunებები. აი თავს ვაბრუნებ. ამ კუნთის ძალიან მცირე დაძაბულობაა, სულ მინიმალური. აი ცხოვრებაში როგორ ვიყენებთ მას? თავს ვაბრუნებთ. ამ კუნთის მინიმალური დაძაბულობაა. და ეს არის მაქსიმუმი, რასაც ის დღის განმავლობაში აკეთებს. როდის იძაბება ნამდვილად? როცა ვდგებით, ვთვებით ზურგზე, აი იმ მომენტში, როცა ვწვევით, ხედავთ, აქ თავი ჰაერშია. აი აქ დაგვეძაბა. შემდეგ ვდგებით და ამ მომენტში იძაბება, აი დავწექით, ავდექით. აი ვისაც უყვარს წოლა და მერე ადგომა, ადგომა, მათთან დღის განმავლობაში მაინც რაღაცნაირად მუშაობს. მას მკერდლავით დრილისებრი კუნთი, მისი სისუსტის ნიშნები. თავის ტკივილები საფეთქლის არეში, შუბლის არეში. კურის არეში შეიძლება იყოს ტკივილი, საფეთქე ქვედა ყბის სახსრის არეშიც. ასეთიარეკლილი ტკივილები, კლილი ტკივილები. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ როცა ის სუსტება, გარდა კიბისებრი კუნთებისა, ზედმეტად იძაბება ასევე კუნთები, რომლებიც აწევენ ბეჭდს, რომლებიც ამ მთელ არეშიარეკლილ ტკივილს იწვევენ. კისრის მოძრაობის შეზღუდვა. რომ კისერი შეატრიალოთ, მოგიწევთ ოდნავ წინ დახაროთ. რადგან საკმარისი ძალა არ აქვს მკერდლავის დრილისებრ კუნთს, მოძრაობის კუთხის ოდნავ შეცვლა გიწევთ. შემდეგი, ასევე სისუსტე ხელში ტკივილი. ტკივილი მხარში, ტკივილი ხელში, რომელიმე ნერვის გასწვრივ, იდაყვის, სხივის ან შუა ნერვის. რის გამო ჩნდება სისუსტე მკერდლავით დრილისებრ კუნთში და ზედმეტი დაძაბულობა კიბისებრ კუნთებში, ყველა ან რომელიმე მათგანში. მათ შორის ნერვები იჩხლიტება, ხელის ინერვაცია დარღვეულია. ხელი ცუდად მუშაობს. არა ისეთი აშკარა მიზეზებია სადავოა, მაგრამ მაინც გამოდის, რომ გავლენა არსებობს. თუ აღწერილია ქრონიკული სინუსიტები. სინუსიტები რა არის? ლორწოვანი გარსების ანთება, ლორწოვანი გარსების შეშუპება, რომლის ფონზეც ინფექცია ქრონიკულ ფორმაში გადადის. ანუ ლორწოვანის ანთება რის გამო? ამ კუნთის სისუსტის გამო წარმოიქმნება ვენური, შესაძლოა ლიმფური გადინების დარღვევა ცხვირის და ცხვირის წიაღების არედან. მაგრამ ეს ხშირი მოვლენაა, ხდება. ერთ მხარეს წვებით, ერთი მხრიდან ცხვირით ვერ სუნთქავთ, მეორე მხარეს რომ გადაბრუნდებით, მეორე მხრიდან ვეღარ სუნთქავთ ცხვირით. აი ამ დროს თითქოს სურდო არ არის. ანთება არ არის.
აი ეს სწორედ ერთ-ერთი ნიშანია ვენური გადინების დარღვევისა. ასევე მიზეზია მკერდკლავიკულარულ მასტოიდური კუნთის სისუსტე, სახეზე შეშუპებები. ასევე ამ კუნთის სისუსტე და სითხის ჭარბი დაგროვება ხდება თქვენი სახის არეში. შეიძლება მისი გამოყენება გაახალგაზრდავებისთვისაც. მისი კარგი ტონუსი სახის კუნთების კარგ ტონუსსაც ავტომატურად უზრუნველყოფს. მეგობრებო, უკვე ხედავთ თქვენს თვალებში მოუთმენლობას. გინდათ გაიგოთ, როგორ უნდა ავარჯიშოთ იგი. არაფერია უკეთესი მკერდლავით დრილისებრი კუნთისთვის, ვიდრე მძიმეთავი ვარჯიშისთვის. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი ტვირთები რკინის სახის ან ოქროს ტკბილების სახით, ან ფუმფულა ვარცხნილობები, საყურეები, მაგალითად ქარვით. ისინი დამატებითი პლუსი იქნება ამ შემთხვევაში. რას ვაკეთებთ? უბრალოდ თავს წევთ. ზურგზე ვწევართ, თავი ავწიეთ. და თავის წონა, რომელიც შეადგენს, წარმოიდგინეთ თქვენი სხეულის 10%-ს. ის საკმაოდ კარგად იწყებს ორივე კუნთის დატვირთვას ერთდროულად, როგორც მარჯვენას, ასევე მარცხენას. მკერდლავის დრილისებრი კუნთები. ამ მდგომარეობაში ნორმალურად თქვენ უნდა შეძლოთ დაჭერა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. თუ ამას ვერ ახერხებთ, მომდევნო ვარჯიშებზე უფრო რთულებზე გადასვლა არ შეიძლება. გაგრძელება. როგორ ვივარჯიშოთ? წევთ 5-დან 10 წამამდე ერთ მისვლაზე. ვიჭერთ თავს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? არ დავხაროთ თავი აქეთ. ნიკაპი ოდნავ ზემოთ უნდა იყოს, მაგრამ ძალიან უკან გადაგდება არ შეიძლება. ანუ კისრის ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დარჩეს როგორც მაშინ, როცა პირდაპირ იყურებით. შორს მინდორში დგახართ და მზის ჩასვლას უყურებთ. ვაკეთებთ ასეთ 3-4 მისვლას. მისვლებს შორის ვისვენებთ, შეგიძლიათ 30 წამამდე დაისვენოთ. შემდეგ ეტაპზე, როცა ეს ვარჯიში უკვე საკმარისად მარტივი გახდა თქვენთვის, შეგიძლიათ ცალ-ცალკე ავარჯიშოთ მარჯვენა და მარცხენა. მარცხენა კუნთი. ამისთვისაც თავს ოდნავ წევს და აქ უფრო იტვირთება მარჯვენა კუნთი. და ასეთ მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნოთ. თავის ძლიერად მოტრიალება საჭირო არ არის. მოაბრუნეთ ისე, რომ ცხვირი 45 გრადუსზე იყოს, აი ასე იყოს მიმართული. და ამ მდგომარეობაში თავი ასწიეთ. წევთ და ვიჭერთ ასე. ასევე 5-დან 10 წამამდე ერთ მიდგომაში დავიჭირეთ და დავდეთ, ვისვენებთ. შეგიძლიათ მონაცვლეობით გააკეთოთ. მარჯვენა და მარცხენაც ასწიეთ, 5-დან 10 წამამდე გააჩერეთ და ჩამოუშვით, აი მარჯვენა და მარცხენა მონაცვლეობით გააკეთეთ, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ დაამატოთ დატვირთვა. გამოიყენეთ უკვე მოძრაობა, ამისთვის ბეჭების ქვეშ ვდებთ ბალიშს, აი ესე. აი ესე. დავიწყოთ და უკვე ამ მდგომარეობიდან ვიწყებთ თავის აწევას, ჩამოწევას, აწევას, ჩამოწევას. ანუ აქ უკვე მოძრაობის ამპლიტუდა ცოტა უფრო დიდი გაქვთ და ამ მდგომარეობაში უკვე შეგიძლიათ მოძრაობა გააკეთოთ. აქ თუ საკმაოდ რთულია, მაშინ აწიეთ და სრულად ჩამოუშვით. ერთი წამით დაიცადეთ, აწიეთ და სრულად ჩამოუშვით. თუ არ არის რთული, შეგიძლიათ აწიოთ და თავი სრულად არ ჩამოუშვათ, ანუ ამ კუნთების დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოთ. აწიეთ, ჩამოუშვით, აწიეთ, ჩამოუშვით. ეს ვარჯიშები პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება. სრული ვარჯიშების კომპლექსი უფრო რთული ვარჯიშებით, ასევე კისრის გამშლელების ვარჯიშებით სპეციალურად თქვენთვის აღწერაში მოცემულ ბულზე დავდე. ანუ ეს ვარჯიშები საწყისია, მათით ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვოთ. მაგრამ თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, რომ კისრის ყველა კუნთი ასე აღადგინოთ, იმისთვის, რომ ისინი უბრალოდ ტონუსში არ იყვნენ, არამედ მოცულობაც გაზარდონ. ძირითადი ჩვენება არის, თუ მაგალითად სარკეში უყურებთ და ხედავთ, რომ კისერი მაგალითად პატივით თხელით თხელია,
აი ეს ვარჯიშებიც უნდა დაამატოთ, რომ დატვირთვის დროსაც ტონუსი შეინარჩუნოთ. ამიტომ ვარჯიშების სრული კომპლექსი თქვენთვის ქვემოთაა. აღწერაში მოცემულ ბმულზე დაბიტოვეთ. აბა მეგობრებო, გააზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები იმის შესახებ, თუ როგორ ვცადეთ, ან აპირებთ ვცადოთ, ან ნახეთ როგორ ვცადე მე. და რა გითხრათ, ახალ გადაცემებამდე.